ერთი კვირის წინ, როცა გამოაცხადეს ლილუაშვილის მიერ სუსის უფროსის თანამდებობის დატოვებაზე და მისი გადასვლა არ არსებულ სამინისტროში, რეგიონული განვითარების სამინისტროში, რომელიც როგორც გამოაცხადეს, შეიქმნებოდა, მაშინ ვთქვით, რომ და ისე აცხადებდნენ ამას, რომ არაფერი შუაში არ არის აქ რაღაც შიდა არც დაპირისპირება, არც დაძაბულობა, არც ვინმე არ მოუხსნიათ, არ გაუშვიათ თანამდებობიდან, უბრალოდ აი რაღაცა გადანაცვლება ხდება თანამდებობიდან, ეხლა ასე ჯობია საერთო საქმის. აი ასეთი ფორმულირებით ხო ფუტავდი, მაშინ ვთქვით, რომ ეგ სისულელეა, არანაირი არ არსებულ სამინისტროში ლილუაშვილის გადაყვანა არ გულისხმობს არაფერ რაღაცა თანაწყვეტა სხვა თანამდებობაზე ეხლა, რადგან ვითომ ასე ჯობია ამ პრინციპით გადაყვანს, ეს არის ჩვეულებრივად გაშვება ქვეყნის ერთ-ერთი ალბათ სამეულიდან ყველაზე გავლენიანი ფიგურების ერთ-ერთის, რა ვიცი, ივანიშვილის შემდეგ ყობახიძე და ლილუაშვილს შორის, რომელი უფრო გავლენიანი იყო, ზუსტად ვერავინ იტყოდა. აი ეგ ორი ფიგურა იყო რაღაც თანაწყვეტად გავლენიანი და დიდი გავლენის ბერკეტების მქონე და აქედან ერთ-ერთი რო გადაყავთ არ არსებობს, აი ისეთი იმდენად უმნიშვნელო სამინისტროში, რომელიც არც კი არსებობს და მაგას რო გვიანოსებენ, ნუ მან გასაგები იყო, რომ არაფერ მსგავსთან ადგილია, როგორც უბრალოდ გაუშვეს თანამდებობიდან და ეგ ნიშნავდა რაღაც დიდ მნიშვნელოვან ყევას და ჩვენ მაშინვე რო ვთქვით, გაირკვა მე რამდენიმე დღეში, რომ თურმე მე თვითონ ვთქვეს, რომ არსად არ გადადის ლილუაშვილი, უბრალოდ მიდის. და მაგას მიაყოლეს რიჟვაძის გაშვება, მაგას მიაყოლეს სხვადასხვა სამინისტროებში ესე ფართო მოსახლეობისთვის შეიძლება რომლებიც არ არიან აქტიურად ჩახედულები პოლიტიკაში, შეიძლება ეს თანამდებობები ნაკლებ აქტუალურად ჩანდეს, ოღონდ სინამდვილეში საკვანძო გავლენის თანამდებობები ძალოვან სტრუქტურებში, პროკურატურაში, ფინანსთა სამინისტროში, ფინანსურ პოლიციაში, იქ რაღაც თვითონ პოლიციაში და იქ მიდის, რომ ზოგიერთი პოლიციის მაღალჩინოს გაუშვეს, ზოგიერთს სხვაგან გადაყავთ, ზოგიერთი წინააღმდეგობას წევს გაშვებაზე. ეს პროცესი მიდის, ოღონდ პროცესი არის ძალიან მასშტაბური და ფაქტიურად და ამით არ დამთავრებულა, რასაც ახლა ვხედავთ, ძალიან მნიშვნელოვან გადახალისებას აქვს ადგილი და წერებოდა ვაჯესირაძესაც, თუმცა არ დაადასტურეს. არ დაადასტურეს, უბრალოდ ამბობდნენ, რომ უნდა გადასულიყო გუბერნატორად, თუ არ ვცდები ერთი. ხო, გუბერნატორი ოღონდ ეგ უნდა ვიცოდეთ, რომ სინამდვილეში, ნუ უფუნქციო ეხლა ძალიან მიახლოებულია უფუნქციო თანამდებობასთან გუბერნატორები, როგორც ბევრს არაფერს არ წყვეტენ. ანუ ეგეც ნიშნავს, თქვათ, ფიგურის გადაყვანა პატრულის უფროსიდან ფიგურის გადაყვანა ამა თუ იმ რეგიონის გუბერნატორად ნიშნავს იგივე შინაარსი აქვს, რაც აი თქვათ არარსებული სამინისტრო მოიგონეს, რომ დროებით შეფუთონ არა გაგდებათ, არამედ აი შევცვალეთ ადგილი, ხო? რასთან გვაქვს საქმე? ხო, ეგ ხო უნდა აიხსნას. საქმე არის შემდეგში. სინამდვილეში რეალურად, ნუ ივანიშვილის სისტემაში მართლა ბოლო წლების განმავლობაში საკითხი იმართებოდა შემდეგი პრინციპით. რამდენიმე ფრაქცია იყო მართველ ვერტიკალში და ეს ფრაქციები ერთმანეთთან, ნუ რაღაცა ჩუმი კონფლიქტის რეჟიმში იმყოფებოდა. კონფლიქტი დაძაბულობის შიდა რაღაც კონკურენციის რეჟიმში იმყოფებოდა და ამას ახლა მარტო გვარამიას ნუაბრალებთ, ეს ილაპარაკა კახიშვილმაც, იგივე ილაპარაკა კახიშვილმა, რომელიც არის ყოფილი მინისტრი ოცნების და წინა მოწვევის პარლამენტის წევრი იყო და ძალიან დაახლოებული ამ წრეებთან და იმან რა თქმა უნდა უფრო ასეთი დიპლომატიური და ასეთი შელამაზებული არა ხისტიენით მოყვა ამ ყველაფერს, ოღონდ აზრი იგივე იყო. შინაარსი მდგომარეობდა შემდეგში. იყო აქამდე ფრაქცია აღმასრულებელი ხელისუფლების, რომელსაც ხელმძღვანელობდა ღარიბაშვილი, იყო ფრაქცია ძალოვანი ბლოკის, რომელსაც ხელმძღვანელობდა, ნუ ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო ლილუაშვილი და იყო პარლამენტის ფრაქცია, რომელიც ლიდერი იყო ყობახიძე. შემდეგ ყობახიძემ
ყობახიძის ნაწილმა მოახერხა ღარიბაშვილის ნაწილის მთლიანად ჩახსნა, დისკრედიტაცია და ეს რა არგუმენტებით ხდებოდა შიგნით ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ დისკრედიტაცია მოხდა, იქ საუბარი იყო რაღაც ღარიბაშვილის კორუფციაზეც. ეს ივანიშვილის ნაცქვამიც იყო, როცა პოლიტიკაში მესამედ დაბრუნდა კორუფციის ნაწილზე. ხო, მაშინ და შემდეგ როცა ღარიბაშვილი წავიდა და უკვე ტრიბუნიდან მიმართავდა, ამბობდა, რომ იმედია მის ოჯახთან გაატარებდა შემდეგ წლებს. ნაკლებად ოპტიმისტური სახით ამბობდა. ხო და უბრალოდ მე მანდ ეჭვი მაქვს, რომ ხლა მთლად ოცნებაში კორუფციის გამო ვიღაცა გაუშვეს ცოტა ძალიან ნათელ ფერებში გამოდის სინამდვილეში რეალობის დანახვა ოცნებაში კორუფციის გამო უბრალოდ არ უშვებენ ხალხს კორუფცია იმხელა მასშტაბებში, მაგრამ მანდ მე ვარაუდობ, რომ ღარიბაშვილი, რომელსაც რეიტინგი ჰქონდა, შეიძლება იმდენად რა თავისუფლების რაღაცა მიდრეკილებას აჩენდა, რომ პრობლემა დაინახეს და რაღაცა მისი რეიტინგი დაინახეს. არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ ღარიბაშვილის ფრაქცია მთლიანად ჩახსნილია. აი ახლა ხო ხედავთ, რომ ღარიბაშვილი არსად აღარ ფიგურირებს, არსად აღარ ჩანს, არჩევნებამდე იქ რაღაც დასანახად ატარებდნენ შეხვედრებზე, ამის მერე გააქრეს. საერთოდ აი კომენტარს აღარ იძლევა და იქ ახლა იმ ის რაღაცა გვარამიამ რაც ილაპარაკა იქ თემები არ ვიცი ხა რეებით მან დილაპარაკა, მაგრამ ის რო აღარ ჩა ხო, პასპორტი აქვს ჩამორთული. ხო, ეგეთი რაღაცებზე ხო ვერ მიმსჯელებ, იმიტომ რომ ეგ რა ვიცი. ეგ რაღაც ჭორის დონეზე შეიძლება ვიღაცამ რაღაცები იციან და არ იციან და იგონები, მაგრამ რაც ფაქტია, რომ ღარიბაშვილი აღარ ჩანს და ის რო ყველა მიცის, ვისაც აი რაღაცა შეხება აქვს ამ მეტნაკლებად ამ ქვეყანაში პოლიტიკასთან, ის რომ ყველა მიცის, რომ ღარიბაშვილის ფრაქცია აქტიურად განულდა და გაწიეს პოლიტიკიდან, ეგ არის ფაქტი. ამის შემდეგ დარჩენილი იყო ძალოვანი ბლოკი ლილუაშვილის როგორც ყველაზე გავლენილი ფიგურის თქვა ლიდერობით და ყობახიძემ აიღო უკვე საპარლამენტო ბლოკის ფრაქციის კონტროლი და აღმასრულებელი ხელისუფლების. ეხა რასაც უყურებთ, ეს არის ძალოვანი ბლოკის მთლიანად აი მართველი რგოლის მოხსნა და მათ ადგილებზე ყობახიძის მიმართ ლოიალური ფიგურების დაყენება, რომლებიც ძირითადად ან საპარლამენტო სფეროებიდან გადმოდიან, ან მის ფრაქციასთან უფრო დაახლოებულები იყვნენ და ეს ხალხი გადაყავთ იქით აჭარის ხელმძღვანელადაც იქ სხვადასხვა პოლიციის რაღაცა თანაშემწეები, ძალოვანი სტრუქტურების თანაშემწეები, იქ რაღაცა ფინანსური პოლიცია და ასე შემდეგ, ხო? ეს ხალხი გადაყავთ. ნუ ფაქტიურად ყობახიძის ფრაქციამ როგორც ჩანს მოახერხა და ჩახსნა ეს ძალოვანი სექტორით და მან ნუ ჩდება კითხვა, რომ აი თვითონ ივანიშვილს რა შეაწყობს ესეთი ერთი ფრაქციის ასე გაძლიერება, რის ხარჯზე მოხერხდა, რასთან გვაქვს საქმე. ძალიან ძნელია მაგაზე მსჯელობა, ხა იმ პირობებში რომ ინფორმაცია არ გვაქვს. ერთ-ერთი რაც ვთქვათ, რაც არგუმენტად მეჩვენება, რა დასკვნაც შეიძლება სავარაუდო რეალისტურად მეჩვენება, აი ამ პირობებში, როცა მეტნაკლებად ეს მაიდანის საფრთხე გადაგორებულია, როცა პირდაპირ აღარ დგას ეს საფრთხე, ამ პროცესში გამოვლინდა მართლა დიდი ხარვეზები ამ პროცესის გადაგორებას, რაც ჩვენ ვლაპარაკობდით, რომ ძალოვანი ბლოკი მთლად ისეთი მეთოდები არ იყო ხშირ შემთხვევაში გამოყენებული, რომელიც ძალიან დამაზიანებელი არ იქნებოდა. და არა მარტო პირდაპირ ეს ოფიციალური სტრუქტურები, არამედ ოფიციალური სტრუქტურების მიღმა არსებული ოღონდ ძალოვან ბლოკის ირგვლივ მოტრიალე და მათ მიერ კონტროლირებადი არაფორმალური ჯგუფების ვიღაცებთან იმაში რაღაც ხშირ შემთხვევაში იძენდა ეს ყველაფერი ოდიოზურ სახეს და ისეთ აღშფოთებებს ნერგავდა საზოგადოებაში, რომელიც საერთოდ საჭირო არ იყო. მაგალითად ჩვენ საუბრობდით, რომ როცა ეს მიტინგები ხალხი გამოვარდა იმ ევროინტეგრაციის იდეის მიტოვების პასუხად, პირველი 3-4 დღე ზედმეტად ხისტი მეთოდები გამოიყენეს, არაფერში საჭირო არ იყო ეგეთი მეთოდების გამოყენება, ამან კიდევ უფრო დაანთო ცეცხლი და შემდეგ გარედარტყმები გამოიწვია, მათ შორის ივანიშვილის დასანქცირებაც მოყვა ამ ყველაფერს. არ არის გამორიცხული, რომ შიდა არგუმენტებით ბრძოლაში ყობახიძის ფრაქციამ საკითხი დააყენა ისე და გაიტანა ეგ არგუმენტი, რომ
ახლა მან ყველა მიცის რომ ერთპიროვნულად ვერ წყდებოდა სხვადასხვა ფრაქციები საკმაოდ ავტონომიურად ერთმანეთისგან აი კობახიძის რაღაცებს არ ეკითხებოდნენ ისე აკეთებდა ეს ძალოვანი ფრაქცია და ასე შემდეგ. არ არის გამორიცხული კობახიძის ფრაქცია მოახერხა და დაასაბუთა რომ აი ეს ძალოვანი ბლოკი რომლის რეპუტაცია საკმაოდ დამძიმდა ამ პროცესში წამგებიან აბიჯებს დგავდა ეხლა მათი რეპუტაცია დამძიმდა და იმისთვის რომ აწი როცა მაიდანის საფრთხე გადაგორდა თუ საჭიროა მეტნაკლებად საერთაშორისო იზოლაციიდან გამოსვლა საჭიროა ამ რეპუტაცია დამძიმებული შელახული ნაწილის ჩახსნა იმისთვის რომ უფრო ცივილური შინაარსის და სტატუსის მქონე ნაწილმა გადაიბაროს მართლობა მათ შორის ძალოვანი სტრუქტურები და შეძლოს როგორც საზოგადოებრივ დონეზე რეპუტაციის მეტნაკლებად რეაბილიტაცია, ისე საერთაშორისო დონეზე რეპუტაციის მეტნაკლებად რეაბილიტაცია. ეს იმას რომ შეიძლება პირობითად დასანქცირებული ხარება აღარ იყოს თანამდებობაზე, რომელიც დაკავებული აქვს ან მინისტრი. არ ვიცით, კი შეიძლება. რომელიც დასანქცირებულია. მე არ გამიკვირდება, იმიტომ რომ რა ხსნა აქვს ეხლა, როცა მაგალითად ძიმე გადაგორების პროცესში ძალოვანმა ბლოკმა რომელმაც მიიღო ამ გადაგორების პროცესში აქტიური მონაწილეობა, ოღონდ რა თქმა უნდა რეპუტაციულად სერიოზულად დაზიანდა და მათ შორის შეცდომები იყო სახეზე და მათ შორის ახლა საუბრობდით ამაზე, რომ ეს ნაბიჯი პირველი 3 დღე ზედმეტი ხისტი მეთოდები რო არ ყოფილიყო, შემდეგ ცეცხლი აღარ დაინთებოდა ისეთი უკმაყოფილების, რომელიც მისცემდა მათ შორის დასავლეთ საშუალებას, რომ აქ ვიღაცები ჯერთ იზოლაციაში მოექციათ ქვეყანა და ესანქცირებინათ და რაღაცა საპროტესტო განწყობები შეიძლება პირდაპირ რევოლუციურ განწყობებს ჩამოშორებოდა, მაგრამ ეს მილიონი ადამიანი, რომელიც აღშფოთებულია, ეს აღშფოთება არსად არ გამქრალა, ხო? ეს კონკრეტული პრობლემები და იქ ვიღაცა არაფორმალური ჯგუფები, რომლებიც ვიღაცებს ცენდნენ და თავპირს არ ეწავდნენ არაპოლიციური ნაწილი, არამედ ვიღაცები, რომლებიც აშკარად ხელისუფლებასთან კავშირში მყოფი ხალხი იყო, ხო? მაგას ვამბობდით, რომ იქ შეცდომებია და როგორც ჩანს, მე ყველაზე სარწმუნო ვერცია მგონია, კობახიძის ფრაქციამ, რომელიც ახლა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ფრაქციების სტილს შორის, მოქმედების მეთოდებს შორის, პოლიტიკურ გემოვნებას შორის, სერიოზული სხვაობები არის ოცნების შიგნით, არის ნაწილი, რომელიც არის უფრო პოლიტიკური ნაწილი, პოლიტიკურად უფრო რაფინირებული ნაწილი, უფრო ცივილიზებული სტატუსის მატარებელი, უფრო ინტელექტუალურიც და არის ნაწილი, რომელიც შეიძლება შორს იყოს მაგ ინტელექტუალური სტატუსისგანაც და რაღაც პოლიტიკური ფორმებისგანაც, ხო? როგორც ჩანს, კობახიძის ფლანგმა დაასაბუთა, რომ ისინი ზედმეტად აგრესიულები გამოჩნდნენ, ზედმეტად შეიძულა ხალხმა, ზედმეტად გარეთაც ზედმეტად დაიუბინძურდათ რეპუტაცია, ამნაირი შემადგენლობით იზოლაციას ვერანაირად ვერაფერს ვერ გადალახავენ ვერანაირ ხარისხში, ამიტომ ცოტა ცივილური ფორმა უნდა დაუბრუნონ ხელისუფლებას და უნდა ჩახსნან ძალოვანი ნაწილი, რომელმაც მიიღო ყველაზე მთავარი დარტყმები, ოღონდ მათ შორის რეპუტაცია დაუზიანა და შეცდომებიც დაუშვა. რაღაც აი ესეთი უხეში მაგალითი რომ მოვიყვანოთ, რაღაც მომენტში შევარდნაძემ ხო ხედრიონის ხელით გაინაღდა ძალაუფლება, ოღონდ გასაგები იყო რომ ხედრიონი ძალიან არამომგებიანი და არადადებითი სტატუსი ჩამოუყალიბდა სამართლიანად ხალხის ფართო მასებში და მე ჩახსნა ისინი და ეგ სტანდარტული, ეგ გავრცელებული ფორმაა ხოლმე ზოგადად მართლობებში, როცა კრიზისს გადააგორებენ გარკვეული ძალოვანი შემადგენლობით, რომელთა სტატუსიც ამ კრიზისის პერიოდში იზრდება, იმიტომ რომ მათი მნიშვნელობაა გაზრდილი, მათ შორის თავს გაუვათ ხოლმე იმ ნაწილს მნიშვნელოვნად, შეიძლება არა მაღალი თანამდებობის პირების შესრულებით შეიძლება არ ჩანდეს ეს ყველაფერი, მაგრამ მისი აი თქვა
გარემოცვა, სხვა არაფორმალური ჯგუფები, რომლებიც ამათთან ჭიდრო ურთიერთობაში არიან კანონიერ და არაკანონიერ, მათი სტატუსები იზრდება მნიშვნელოვნად და ამაზე ბევრი ლაპარაკობდა ამ თვეების განმავლობაში, რომ იქ რაღაცა ეს სეგმენტი შემაწუხებელი ხდება რეგიონებში თუ თბილისში და ეხლა შეიძლება გადაწყვეტილება მიიღეს, რომ მოდი ეს ამ სეგმენტმა თავისი საქმე გააკეთა და ჩაიხსნას, რაც ეხლა სინამდვილეში სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით შეიძლება იმათი განმოსახედიდან ძალიან უსამართლოდ ჩანდეს, იმიტომ რომ ჩვენ მივიღეთ თავარი დარტყმები და ესე რატო? უბრალოდ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ის ფაქტი, რომ ეხლა შეცდომები მართლა მძიმე ფორმებშიც იქნა დაშვებული, სახელმწიფოსთვის შეიძლება ეგრე ჯობდეს და ამათი განმოსახედიდან, ოცნების განმოსახედიდან საკმაოდ ლოგიკური სვლა ეგ მართლა იყოს. სხვა ახსნას, ეხლა ეს დამაჯერებელ ახსნას, რატო მაინც და მაინც ეხლა, რატო დაიწყო იმ სეგმენტის ჩახსნა, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ტრამპმაც გააკეთა განცხადება, რომ ცოტა იმედების გადაწურვა მოხდა, რომ აი ასე თუ გაგრძელდა ტენდენცია, ტრამპი უბრალოდ იზოლაციისგან დახსნის საჩუქარს გვაჩუქებს ყოველგვარი ცვლილებების გარეშე. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ოცნების ელიტაში არის ძალიან დიდი სეგმენტი, რომლისთვისაც სერიოზული თავისტკივილია იზოლაცია. ივანიშვილის ჩათვლით, რომელსაც დიდი ფინანსური რესურსები აქვს, გარეთაც და დიდი საფრთხე უდგას ამ რესურსების. ამიტომ მან რაღაც ეტაპზე ისედაც გასაგები იყო, რომ ის ძალოვანი სეგმენტი, რომელიც რაღაცა შუბლით შეასკდა, მოწინააღმდეგეს და ამ დროს შეიძლება ზედმეტად იქნია მუშტები. ხო, ემოციების ფონზეც. მაგ ძალოვან სეგმენტს სულ რაღაცა კომფორტულ პირობებში არ დატოვებდნენ, რა ვიცი, წინასწარვე ცხადი იყო. და როგორც ჩანს, ეხლა დადგა მომენტი, ბევრად უფრო ცივილური ვიზუალის, ცივილური ფორმის, პოლიტიკური ფორმის ნაწილმა აიღოს ძალაუფლება ხელში, მეტი ძალაუფლება ხელში, იმისთვის, რომ უფრო ცივილური ფორმა შეძიოს თლიანად ოცნების ეხლა უკვე ნაკლებად მაიდანის საფრთხის წინაშე მდგარ მმართველობას და ამითი რეაბილიტაცია მოახდინოს რეპუტაციული. ეს შეიძლება იყოს ივანიშვილის мотиваცია. რაც შეეხება ხა კობახიძის ფრაქციის უშუალო мотиваციას, ну მათი უშუალო мотиваცია ხო გასაგებია, ურჩევნია ყველა ასეთ შემთხვევაში ყველა ფრაქციას, რომ მოწინააღმდეგე ჩახსნას და თვითონ იყოს ერთპიროვნება.